When my older son was 6 years old, 7 years old, I was a single father raising him. And every night when he was going to bed, I was telling him a bedtime story like a lot of parents. Except that I had the idea that, this bedtime story, I was making it up. I saw that if I couldn't write anymore for the child he was, I could maybe write for the adult that he would become one day. მარკ ლევი დღეს იქნება ჩემი პოდკასტის სტუმარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ფრანგი ავტორი. მისი წიგნები არის თარგმნილი სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. მარკ ლევი არის ძალიან საინტერესო ადამიანი. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ მას ორჯერ გავსაუბრებოდი. ჩვენ შევეხეთ კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ასევე ვისაუბრეთ თანამედროვე სამყაროზე, ვისაუბრეთ ცოტა პოლიტიკის შესახებაც. და პირველი კითხვა, რომელიც მე მასთან მქონდა, იყო სწორედ ლიტერატურასთან დაკავშირებით, არის თუ არა დღეს ლიტერატურა ისეთივე ძლიერი საკომუნიკაციო საშუალება, როგორც იყო ის წლების წინ, საუკუნეების წინ, უარ დაკარგა წიგნის კითხვამ აქტუალობა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი პასუხი. My stories are character driven. ჩემი ისტორიები პერსონაჟებზეა აგებული. უფრო მეტად მაინტერესებს ვაჩვენო, რა შეიძლება იყოს კარგი ადამიანში. თუ პერსონაჟი უარყოფითია, მაშინ საბოლოოდ ეს ხდება მისი სინანულის ისტორია. ისი ცუდი გმირების შესახებ წერა დიდ ფანტაზიას არ მოითხოვს. ჩვენ ისედაც გარშემორტყმულები ვართ ძალაუფლების მოყვარე და ფულის მოყვარე ადამიანებით, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან. ადამიანური ბუნების ყველაზე საზიზღარი მხარეები, კორუფცია, სიხარბე, ეგოიზმი, სიბრაზე და სიძულვილი, ჩვენ ნამდვილად გარშემორტყმულნი ვართ ამ ტალღით. ასეთია დამკვიდრებული ქცევის მოდელი. ვფიქრობ, რომ ლიტერატურის ძალა ზუსტად საპირისპიროშია. ის ქმნის სურვილს, რომ ადამიანები უფრო მეტად უგებდეთ ერთმანეთს. წიგნის სიძულვილი სენისა და სოციალური ქსელების მოწამვლის აბსოლუტური ანტიდოტია. ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, ასევე Twitter-ი უზარმაზარ სიძულვილსა და შხამს ავრცელებს კაცობრიობაში. მათ მიერ მსოფლიოში შექმნილი გამანადგურებელი ძალა იმდენად დიდია, რომ დღეს უკვე პირდაპირ ხედავთ შედეგებს. წიგნები სულ მცირე მაინც ძლიერი წამალია ამ სიძულვილის ტალღის აღმოსაფხვრელად. სოციალური ქსელების ალგორითმი, იქნება ეს Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი თუ Twitter-ი, ისე აგებული, რომ გაგზაბოს, გაგაღიზიანოს, გაგიჩინოს სიძულვილი გარემოს მიმართ, გაგიჩინოს უიმედობა, რადგან რაც უფრო ასეთ მდგომარეობაში ხარ, მით უფრო დამოკიდებული ხდები მათზე. და ამ დროს ეს პლატფორმები უფრო მეტ რეკლამას ყიდიან. წიგნი ზუსტად საპირისპიროს აკეთებს, წიგნი ამშვიდებს, აჩვენებს, რომ ერთმანეთთან გაცილებით უფრო მსგავსნი ვართ, ვიდრე გონია. შეერთებულ შტატებში ტრამპისტები ცდილობენ წიგნების აკრძალვას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საჯარო ბიბლიოთეკებში და სკოლების ბიბლიოთეკებშიც ტრამპისტებმა უკვე აკრძალეს 22,000 წიგნი. მიზეზი? წიგნების ეშინიათ. სოციალური ქსელებით და ტელევიზიით მარტივად შეგიძლია მოიტყუო, გაავრცელო შეთქმულების თეორიები, მაგრამ 400-500 გვერდიანი წიგნის მიმართ ისეთივე კონტროლი ძალიან რთულია. როდესაც ფიქრობ, რატომ წერ, ალბათ გონია, რომ მართალი ხარ. წერა პირველ რიგში თავისუფლებაა. წერ იმიტომ, რომ ბევრი რამ დაგიგროვდა, რადგან არსებობს უამრავი რამ, რასაც ხმამაღლა ვერ ან არ ამბობ. როდესაც წერ, ეს არის საოცარი ინტიმური განცდა, რომელიც გაძლევს თავისუფლების შეგრძნებას. ამასთანავე ეს პროცესი კომუნიკაციის ისეთი გზაა, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია. ვფიქრობ, ამ დროს ვცდილობ თქვა ის, რის თქმასაც ვერ ბედავდი. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა დაეწერა სასიყვარულო წერილები, ნაცვლად იმისა, რომ ხმამაღლა ეთქვათ სიყვარულით სავსე სიტყვები. მაგალითად არსებობს გარკვეული სინანული საკუთარი მშობლების მიმართაც. ნანობ, როდესაც იაზრებ, რომ ბევრ ამას არ ეუბნებოდი. ნანობ დაკარგულ დროზე. რამდენჯერ გამიგონია მეგობრების ნათქვამი. მეტავ მაშინ ეს მეთქვა. ის არის საკმაოდ თამდაბალი ადამიანი, როგორც თვითონ მოყვა, წიგნი როდესაც დაწერა, ეს წიგნი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მის სამუშაო მაგიდაზე იყო და ალბათ იშვიათი არის შემთხვევა, როდესაც პირველივე წიგნის გამოცემის შემდეგ ინტერესდება ისეთი დონის რეჟისორი, როგორიც არის სპილბერგი და იღებს მხატვრულ ფილმს და პრინციპში
ფილმიც და წიგნიც ერთი და იგივე პერიოდში გამოდის და რა თქმა უნდა ფილმმა წიგნს მოუტანა ძალიან დიდი პოპულარობა. Is there anything I can do to make you feel more comfortable today? Marry me? ზუსტად ვერ ვიაზრებდი, რომ წიგნს მწერდი. უბრალოდ მინდოდა მოთხრობა დამეწერა და მაშინ დამებადა იდეა. ამ ისტორიას შემშვილს ვაჩუქებდი. მინდოდა მას ის მაშინ წაიკითხა, როდესაც 39 წლის იქნებოდა. ანუ ზუსტად იმ ასაკში, რომელშიც მე ვიყავი, როდესაც ვწერდი. ეს აზრი საოცრად მამოტივირებდა. ამ ისტორიაზე დაახლოებით 1 წელი მუშაობდი. როცა დაუმთავრე ხელნაწერი მაგიდაზე დავდე, ერთ საღამოჩემი და მოვიდა ვახშმად და წაიღო. მთელი ღამე კითხულობდა და მეორე დილას დამირეკა. მითხრა, ეს აუცილებლად უნდა გაუგზავნო გამომცემლობას. შენი წიგნი გამოიცემა, მაგრამ ეს ჩემი დაიყო. ამიტომ არ დაუჯერე, ის კი არ ჩერდებოდა. ირეკავდა, თხოვდა, გააგზავნე. წლები გამომცემლობაში მუშაობდა, ბოლოს მითხრა, მომენტე, ამერთხელ. ბოლოს უბრალოდ იმისთვის, რომ ეს დამემთავრებინა უთხარი, კარგი. ერთ გამომცემლობას გაუგზავნე, მაგრამ თუ უარი მომივა, აღარ ვისაუბროთ ამ თემაზე. გავაგზავნე ხელნაწერი და ერთ კვირაში გამომცემლობა დამიკავშირდა, უნდოდათ ჩემი წიგნის გამოცემა. ძალიან გამიმართლა. წიგნი ჯერ გამოცემული არ იყო, მაგრამ ჩემმა აგენტმა, რომელიც საოცარი ქალი იყო, წაიღო ის ფრანკფურტის ბაზრობაზე. და მოკლედ რომ თქვა, წიგნით პირდაპირ DreamWorks-ი და Steven Spielberg-ი დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ბიძგი აღმოჩნდა. მე კი უბრალოდ მადლიერი ვიყავი ამ იღბლისთვის. Just like heaven. You are. I can't remember. მახსოვს მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი. თუ პირველი წიგნის მიზანი იყო შვილებისთვის მეთქვა, გაყევი ოცნებას, არ მოусმინო იმას, ვინც გეტყვის, რომ ვერ შეძლებდა მხოლოდ მოусმინე მათ, ვისაც ზემოთ აყავხარ და არაქვევით გეკაჩება, და თუ ყველაფრის განცდის შემდეგ მე აღარ გავბედავდი მეორე წიგნის დაწერას, მაშინ ეს ყველაფერი ბუჭი იქნებოდა. ასე დავწერე მეორე რომანი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იმუშავებდა, მაგრამ ისევ გამიმართლა. წიგნმა წარმატება მოიპოვა და მგონია, რომ სწორედ იმ მომენტში წერაზე ნამდვილად დამოკიდებული გავხდი. არქიტექტურულ ფირმას მართავდი. ყოველდღე არქიტექტორებთან მიწევდა ურთიერთობა. თან მაღალი კლასის პროფესიონალებთან. მიწევდა კონფლიქტების მოგვარება, მედიაცია. და მან ალბათ ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც შემდგომ დამეხმარა ადამიანის ქცევის, პერსონაჟების, მათი კომუნიკაციის სტილის სწორ დანახვაში. რაც შეეხება არქიტექტურასა და წიგნის შორის კავშირს, ფიქრობ, რომ ორივე იწყება ერთსა და იმავე რამიდან. შექმნიდან, შეუძლებელი პროცესიდან, მრავალფეროვანი მასალა იქმნება. როდესაც ჩვენ საუბრობდით პირველ წიგნზე, არ შემიძლია არ მოუყვე იმ ემოციის შესახებ, რომელიც მე თავად გამიჩნდა, როდესაც მარკლევი მიყვებოდა მამასთან ურთიერთობაზე. მამამისი იყო სწორედ მისი ერთ-ერთი პირველი რედაქტორი, საერთოდ მინდა აღნიშნო, რომ მამამისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მის ცხოვრებაში. უკვე მეორე საუბრის დროს მან გაგვიზიარა ის ისტორია, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ დაეწერა მამამისის შესახებ წიგნი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომს შეეხება, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდა დაუბრუნდე ისევ და ისევ პირველ წიგნს, იმიტომ რომ პირველი რედაქტორი იყო მამა და ეს კავშირი მამასა და შვილს შორის იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ამ პერიოდს მწერალი იხსენებს როგორც საოცარს, უჩვეულოს. ამ პერიოდმა მას ძალიან ბევრი რამ მისცა, არა მხოლოდ როგორც მწერალს, არამედ როგორც ადამიანსაც. ის მართლაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანი იყო. უზამოდ კარგი მკითხველი იყო. ყოველდღე კითხულობდა. ალბათ კვირაში 2-3 წიგნს მაინც ასრულებდა. მახსოვს მუშაობის დროს, როდესაც უბრალოდ რაიმეს შემისწორებდა, ძალიან კეთილგანწყობილი იყო და სულ მეუბნებოდა. ჩემი აზრით ასე უკეთესია. არასოდეს მეუბნებოდა პირდაპირ. ეს ასე უნდა იყოს. როდესაც ვინმე გეუბნება რაღაცას, როდესაც რამე ისე არ გამოგდის ან ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ღირს იმის გაბედვა და კითხვა რატომ. თუ ადამიანმა გიპასუხა რატომ, დიდი ალბათობით ეს ძალიან კარგი რჩევაა, რომელსაც უნდა მოусმინო. თუნდაც თუ არ ეთანხმები, მაინც გეცოდინება მიზეზი, იმიტომ რომ აგიხსნეს. მაგრამ როდესაც ადამიანები გეუბნებიან ეს უნდა იყოს ასე, ეს უნდა იყოს ისე და შენ ეკითხები რატომ,
ისინი მხოლოდ გიყურებენ და ვერ გპასუხობენ. დიდი ალბათობით მათი კომენტარი უფრო ეგოზეა დაფუძნებული ვიდრე რეალურ საჭიროებაზე. ვიცოდი რომ მამაჩემი არასდროს მეტყოდა ისეთ აზრს თუ ვერ უპასუხებდა კითხვას რატომ. და მეც ვეკითხებოდი, არა დაპირების მიზნით, არამედ იმიტომ რომ სურდა მესწავლა. ეს ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი და ღირებული გამოცდილება იყო. ჭირდება ადამიანებს შეხსენება რა არის ყველაზე მთავარი. ფანტასტიკას არასოდეს ვიყენებ როგორც ცალკე ჟანრს. ჩემთვის ის ყოველთვის მეტაფორა, გზა, რომლითაც შეიძლება რაღაც სიღრმისეული უთხრა მკითხველს, მაგრამ ამავე დროს იუმორით და გარკვეული ირონიით. მაგალითად, ერთ-ერთ წიგნში ღმერთი და სატანა დაიღალნენ მუდმივი ბრძოლით იმისთვის, რომ ადამიანებზე კონტროლი მოეპოვებინათ. ამიტომ გადაწყვიტეს დედამიწაზე გაეგზავნათ თავიანთი საუკეთესო აგენტები, ერთი ანგელოზი და ერთი დემონი. წიგნში ისინი ერთი კვირის განმავლობაში უნდა ებრძოლონ ერთმანეთს, ანგელოზი შეეცდება რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთოს, ხოლო დემონი რაც შეიძლება მეტი ბოროტება. ღმერთმა და სატანამ ყველაფერი გათვალეს ერთი რამის გარდა, რომ ანგელოზსა და დემონს ერთმანეთი შეუყვარდებოდათ. ამის შემდეგ მათ აღარ სურდათ თავისი მოვალეობის შესრულება და დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ როგორ გაეთავისუფლებინათ თავი, რათა ერთად დარჩენილიყნენ. ეს იყო იუმორით სავსე მოთხრობა ადამიანურ წინააღმდეგობებზე. ისეთივე წინააღმდეგობებზე, როგორიც დღესაცაა. მაგალითად, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წევრებში, რომლებიც მუდმივად იესოსსა და ღმერთზე ლაპარაკობენ, მაგრამ მათი ქცევა და პოლიტიკა სრულიად ეწინააღმდეგება იესოს სწავლებასა და ქრისტიანობის არსს. ამიტომ წიგნი უფრო იყო ირონიული ნარატივი იმაზე, როგორ იყენებს კაცობრიობა რელიგიას ძალაუფლების მოსაპოვებლად და საკუთარი გავლენის გასამყარებლად. ასე რომ ზებუნებრივსა და ფანტასტიკის ელემენტს ყოველთვის მხოლოდ როგორც მეტაფორას ისე უყურებ. კინო მისთვის ისეთივე ძვირფასი არის, როგორც ლიტერატურა. რას ფიქრობს ამაზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგ ეპიზოდში. ჩვენი მეორე შეხვედრის დროს მან ასევე ისაუბრა მინი-სერიალის შესახებ, რომლის გადაღება პანდემიის დროს მოხდა. ამ ფილმში თამაშობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის არის ჟან რენო და ის იხსენებს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი. მართლა ძალიან ხიარული პროცესი იყო. მართლა, ძალიან ხიარული. პირველ რიგში რეჟისორი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. გადაღებები ძალიან რთულ პერიოდში გვიწევდა, რადგან COVID პანდემია იყო. მოგვიწია სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა ქვეყანაში გადაღება. დაახლოებით 50 კაციანი ჯგუფით, შეზღუდვების პირობებში. ნამდვილად რთული საქმე იყო. გადაღებები იყო პარიზში, ბერლინში, ბრიუგეში, ესპანეთში, მიუხედავად ყველაფრისა, პროცესი წარმოუდგენლად სასიამოვნოდ მახსენდება. გუნდი საოცარი იყო, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში. გარდა ამისა, როდესაც მსახიობები განასახიერებენ იმ გმირებს, რომლებიც შევქმენი, ყოველთვის სავსეა ჯადოსნური განცდით. ისინი უეცრად ცოცხლდებიან, თითქოს სიზმარი ხდება რეალობა. მახსოვს, როცა ჟან რენო პირველ სცენაში ყუთიდან გამოდის და თავის ქალიშვილთან საუბრობს, ეს იყო სრულად არაჩვეულებრივი, შოკის მომგვრელი. წიგნში შეგიძლია სიტყვებით წარმოიდგინო ყველაფერი, მაგრამ რეალურად სცენის შექმნა ძალიან რთული აღმოჩნდა. Regarde la route, au lieu de t'énerver, tu vas nous tuer. მარკ ლევი ამბობს, რომ კინოსა და ლიტერატურას შორის არის ბევრი რამ საერთო, თუმცა არის ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი კითხულობს წიგნს, ის თავად არის რეჟისორი თავისი წარმოსახვის, ის თავად ანაწილებს როლებს, ხოლო როდესაც ის უყურებს ფილმს, რა თქმა უნდა, ამ ფილმში უკვე წარმოდგენილი არის ის სცენარი, რომელიც მას შესთავაზა სხვა. წიგნებს აქვთ თავისებურება, ისინი ქმნიან თქვენს წარმოსახვას. როდესაც ფილმს უყურებთ, თქვენ თითქოს არ გიწევთ არაფრის გადაწყვეტა. რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ იგრძნობთ ან ვერ განიცდით ემოციას. უბრალოდ თავად ვერ ქმნით. წიგნებში ყველაფერი პირიქითაა. თქვენ ხართ რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, განათების ინჟინერი. იმიტომ რომ კითხვის დროს ერთადერთი რაც გაქვთ,
არის სიტყვების კონსტრუქცია. და ამ სიტყვებიდან თქვენ თავად აკეთებთ თითქმის მთელ იმ სამუშაოს, რასაც მთელი გადამღები გუნდის საუბარია დაახლოებით 60-70-80 ადამიანზე ხანდახან 200-ზეც კი ყველაფერზე თავად იღებთ გადაწყვეტილებას. საკითხულ წიგნზე დაფუძნებული ფილმის ყურების დროს შეიძლება გაჩნდეს წინააღმდეგობა, რადგან სხვა ადამიანების წარმოსახვა თქვენს წარმოსახვას ეჯახება, მაგრამ თუ ის მოგეწონათ, ფილმიც მოგეწონებათ და იკითხავთ. ეს ის წიგნი არ არის, რომელიც წავიკითხე. მარკ ლევი 50-ზე მეტი წიგნის ავტორი არის, ყოველთვის არის აქტუალური და თანადროული წიგნში, რომელიც მეორე მსოფლიო ომს შეეხება. მოყვა მამამისის ისტორია, თუმცა რა იყო კონტექსტი და რა იყო ამ წიგნის მთავარი გზავნილი, მან ეს თავისი ემოცია, თავისი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, გაგვიზიარა. წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მამაჩემია. წიგნი ასახავს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფის ნამდვილ ისტორიას, რომლებმაც საფრანგეთში შექმნეს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ქსელი. ისინი იბრძოდნენ ნაცისტების წინააღმდეგ, იყვნენ ძალიან ეფექტურები, სანამ არ დაიჭირეს არა ადამიანურად აწამეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაასახლეს. ეს წინააღმდეგობის ქსელი აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად. ამ ჯგუფის განსაკუთრებულობა ის იყო, რომ ახალგაზრდები 17-დან 25 წლამდე ბიჭებიც და გოგონებიც კვდებოდნენ ფრანგულად წარმოთქმული Vive la France-ით, უცხო აქცენტით. ეს იმიტომ, რომ ბრიგადა ძირითადად მიგრანტებით იყო დაკომპლექტებული. მე არ მინდოდა ამ ისტორიის დაწერა იმისთვის, რომ მამაჩემის გმირული საქმეები წარმომეჩინა. მთავარი მიზეზი სხვა რამ იყო. მაშინ საფრანგეთში პრეზიდენტი სარკოზი იყო, რომელმაც დაიწყო დებატები ეროვნული იდენტობის შესახებ, ნაციონალისტური კომპანიის ადრეული ეტაპი. ტელევიზორში უყურებდი, როგორ გამოდიოდნენ წინა პლანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ცდილობდნენ აეხსნათ რა იყო ჭეშმარიტი ფრანგობა. მათი ნარატივი მიგრანტების მიმართ სიძულვილის გამოხატვა იყო. თითქოს ისინი იყვნენ საზოგადოების მტრები, ყველა უბედურების სათავე და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეყოლა იმ მიგრანტების ამბავი, რომლებიც ემსხვერპლნენ იმისთვის, რომ ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვეძლოს საკუთარი იდენტობის წარმოჩენა. პატრიოტსა და ნაციონალისტს შორის დიდი განსხვავებაა. პატრიოტს უყვარს თავისი ქვეყანა. ნაციონალისტი კი სიძულვილით უდგება ყველა სხვა ქვეყანას. პატრიოტი მუშაობს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ნაციონალისტი მზად არის დაანგრიოს საკუთარი ქვეყანა, რათა საკუთარი ძალაუფლება და იდეოლოგია გააძლიეროს. ხშირად ეს ყველაფერი სიძულვილსა და ბრაზია დაფუძნებული. ამიტომ, როდესაც ვწერდი, სიტყვებს ძალიან ფრთხილად ვარჩევდი. ეს ახალგაზრდები, პოლონელები, რუმინელები, იტალიელები, ესპანელები და სხვები, რომლებიც საფრანგეთში ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის და შეეწირნენ მას. ამიტომ ჩემთვის მთავარი იყო არა კიდევ ერთი ომის ისტორიის გახსენება, არამედ მიზანი იყო მომეყოლა ამბავი იმ მეგობრობასა და სიმამაცეზე, რომელიც შიშზე ძლიერია. მომეყოლა სიყვარულზე, ღირსებაზე, ოპტიმიზმზე, რომელიც პესიმიზმზე ძლიერია. დღეს სამწუხაროდ იგივე ადამიანები ისევ ტელევიზორში არიან, ხოლო მილიარდერები დროისა და რესურსების დიდ ნაწილს ხარჯავენ საზოგადოებაში უთანხმოების შესაქმნელად, ისინი ცდილობენ ადამიანებს შორის სიძულვილი გააღვიონ. ნაცვლად იმისა, რომ გაერთიანება მოახდინონ და ფულს ხარჯავენ უთანხმოების გაძლიერებაზე, ნაცვლად საერთო სარგებელი შექმნისა. ამიტომ ფიქრობ, ჭეშმარიტი ისტორია ხშირად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უსასრულო დებატები. ეს იყო ჩემი მთავარი мотивация. ამბობენ, რომ ის არის პრინციპული ადამიანი. პრინციპული ადამიანი არა მხოლოდ წერლობაში, არა მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაში, არამედ პრინციპების ადამიანი არის ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ფაქტთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, მისი წიგნები ყოველთვის პასუხობს ხოლმე იმ გამოწვევას, რომელიც იმ პერიოდში არსებობს და მარკ ლევის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა რუსეთ-უკრაინის ომი.
მონსტრების სიმფონია არის წიგნი, რომელიც გვიყვება ისტორიას პატარა ბიჭზე, რომელსაც რუსი სამხედროები დაეჭერენ. ის გადაყავთ ყირიმში, სადაც მკაცრ ციხის ტიპის პირობებში ყავთ. ეს ამბავი გვიყვება იმ ბიჭის შესახებ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გაიქცეს და შეუერთდეს ოჯახს. იგივე ისტორია არის მისი უფროსი დისა, თინეიჯერისა, რომელიც უდიდესი რისკის ფასად ყველაფერს აკეთებს, რათა ძმა მოძებნოს და გადაარჩინოს. ეს ასევე მათი დედის ამბავია, რომელიც სასწრაფო დახმარების ექთანია და ყველაფერს აკეთებს, რომ იპოვოს ორი ბავშვი. ამ ადამიანების თავგადასავლების მეშვეობით ვეცადე საზოგადოებისთვის მეჩვენებინა პუტინის რეჟიმის სისასტიკე. პუტინის რეალური განზრახვა არასოდეს ყოფილა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მისი მიზანი იყო უკრაინული იდენტობისა და კულტურის წაშლა. რუსეთის არმია ანადგურებს ყველაფერს, რათა წაშალოს ნებისმიერი კვალი. იქნება ეს ხელოვნების, მწერლობის, მხატვრობის, ამავე დროს იტაცებს, ერთდროულად ცდილობს წაშალოს ქვეყნის წარსული და მომავალი. რაც უფრო შემაშფოთებელია, ზოგი ადამიანი ცდილობს ამ ყველაფრის გამართლებას. თითქოს რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობები, რეპრესიები და კორუფცია არ არსებობს. თითქოს ალექსეი ნავალნი არ მოწამლეს ციხეში. ეს რეჟიმი სრული კორუფციაა, მორალური, ეთიკური და ჰუმანური კორუფცია. ეს ამბავი Children of Freedom-ის დაწერის დროს მოვისმინე და გადავწყვიტე დამეწერა. თუ ეს ციგნი წაიკითხე და მაინც გონია, რომ პუტინის საქმეები გამართლებულია, შეხედე საკუთარ თავს სარკეში. შენ იქნები შენი საკუთარი მსაჯული. მე ვერ ვიქნები. თუ მხარს უჭერ დიქტატურას, უნდა აღიარო ეს. თუ მხარს უჭერ კრიმინალებს, უნდა თქვა, მე მხარს უჭერ კრიმინალებს. და ნუ დაიწყე ბახსნას კი, მაგრამ ის ამას აკეთებს, ის იმას აკეთებს, არა. თუ მხარს უჭერ რეჟიმს, რომელიც ბავშვებს ასე ექცევა, შენ უბრალოდ მონსტრი გამოდიხარ და წერტილი. ჩემთვის ამაზე არანაირი დისკუსია არ არსებობს. და ახლა რუსეთში რომ ყოფილიყავი, ალბათ დამაპატიმრებდნენ ან მომკლავდნენ. ეს იქ ასე ხდება. აი მთავარი მიზეზი, რატომ დავწერე ეს წიგნი. ვიყოთ პირდაპირი. ახლა რაც ხდება უკრაინაში, ეს არის ომი რუსეთსა და ევროპას შორის. ეს ომი არის დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. ბევრჯერ ყოფილვარ რუსეთში, მისაუბრია რუს მკითხველებთან და ყოველთვის ვაფასებდი მათთან შეხვედრებს, მაგრამ საქმე ეხება ორ სრულიად განსხვავებულ მმართველობის ტიპს. მე ვიბრძოლებ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი ბავშვი გაიზარდოს ავტოკრატიულ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დააპატიმრონ ან მოკლან იმის გამო, რასაც ფიქრობს ან ამბობს. ეს ბრძოლა ჩემთვის არის ღირებული და ვეწინააღმდეგები ნებისმიერს, ვინც უარყოფს სიმართლეს, რადგან ვიცნობ პირადად ადამიანებს, რომლებიც იდეოლოგიის ან განსხვავებული აზრის გამო დაპატიმრებულები არიან. ეს არ არის ის ცხოვრება, რომელიც მინდა ჩემს შვილებისთვის. ჩემი დიდი სურვილია, რომ რუსეთმა მიაღწიოს დემოკრატიას, გახდეს ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლები იქნებიან და შეძლებენ ისაუბრონ, ისწავლონ და იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ახლა წიგნი, რომელიც ახსენეთ, არის წიგნი განსხვავებების საქმაზე. იქნება ეს კულტურული თუ ფიზიკური განსხვავებები. მისი მთავარი გმირი ქალი არის, რომელმაც დაკარგა ფეხები ძალიან დრამატულ ვითარებაში. ის მთელი თავისი ძალით იბრძვის, რომ მას სრულფასოვან ადამიანად აღიქვამდნენ. მთელი წიგნი აგებულია მრავალფეროვან პერსონაჟებზე. თითოეულ მათგანს საკუთარი ტკივილი აქვს. დამკომედის მიზანი იყო ის, რომ მკითხველს საბოლოოდ დაივიწყებინა ყველაფერი. მინდოდა ყველა შეყვარებოდა ეს ქალი ისე, რომ სრულად არ გაეხსენებინათ მისი ეტლი. მახსოვს ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ქუჩის რესტორანში ვისხედით და იქვე მეტროს კიბეები იყო. უყურებდი ადამიანებს, რომლებიც ამოდიოდნენ მეტროდან და პერსპექტივის ეფექტის გამო ასე ჩანდა, თითქოს ისინი იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ. მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანის ცხოვრება უბრალოდ ფიზიკურადაც კი სულად სხვა სიმაღლიდან ჩანს, ვიდრე ჩემთვის. ამიტომ თხოვე ჩემს მეუღლეს, რომელიც ილუსტრატორია, რომ დაეხატა ნიუ-იორკის ნახატების სერია, მაგრამ არა იმ სიმაღლიდან,
როგორც დგომისას ჩანს, არამედ იმ სიმაღლიდან, საიდანაც ადამიანი მჯდომარე ხედავს სამყაროს. ის დამთანხმდა და მართლაც დახატა. ცხადია, ეს დეტალურად წიგნში არ ამიხსნია, არ მინოდა ტექსტი გადატვირთული იყო განმარტებებით, მაგრამ ეს იდეა ჩემთვის ლამაზი იყო. თითქოს ყოველი თავის შემდეგ ჩნდებოდა პატარა პაუზა, სადაც მკითხველი ხედავდა ზუსტად იმას, რასაც მთავარი გმირი ხედავდა. Le jour où ma montre s'est arrêtée, il y a d'abord eu cette odeur lors d'un feu d'artifice. საინტერესოა ისიც, რომ ის წერს მუსიკასაც და ასევე მას დაწერილი აქვს სიტყვები რამდენიმე პოპულარული სიმღერისათვის. ამბობს, რომ მუსიკა არის მისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო, წერის დროს ის მას ძალიან ეხმარება და ის თავისუფლების შეგრძნება, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს, ყოველთვის უმეორდება, როდესაც ის ისმის მისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ მელოდიასაც, ასე რომ მუსიკა მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. და თუ თქვენ წაიკითხავთ მარკ ლევის წიგნებს, თქვენ ნახავთ, რომ აი მისი ეს ავტობიოგრაფიული შტრიხები, მისი პორტრეტის სხვადასხვა ნაწილი, მისი ხასიათი, მისი თვისებები არის რაღაცნაირად მიმოფანტული მის წიგნებში, სხვადასხვა სიუჟეტებში. სხვადასხვა მუსიკა ყოველთვის დიდ კატალიზატორად მუშაობს წარმოსახვისთვის. როცა წერ, შენ უნდა ჩაყვინთო წარმოსახვით სამყაროში და მუსიკა გეხმარება სწორედ ამ სამყაროში შესვლაში. მუსიკა აღძრავს ჩვენს გრძნობებს, იქნება ეს სიხარული, სევდა, აღტაცება თუ მელანქოლია. მუსიკის მოსმენით შენი განწყობა წამებში შეიძლება შეიცვალოს. სწორედ ამიტომაც არის ის საოცარი კატალიზატორი. ის ძალიან გეხმარება წერაში. მე ყოველთვის ვწერ მუსიკის ფონზე, მაგრამ მხოლოდ მელოდიის, რადგან ტექსტის სიტყვები ერევა იმ აზრებს, რაც თავში გაქვს და კონცენტრაციას გირთულებს. ძალიან გამიმართლა. რამდენიმე სიმღერა დავწერე, მათ შორის ფრანგი არტისტებისთვის, რომლებსაც დიდად ვაფასებდი, მათ შორის ჯონი ჰოლიდეისთვის, რომელიც საფრანგეთში მართლაც ლეგენდაა. მან იცის, რომ მისი წიგნები არის ქართულ ენაზეც, მის ვებგვერდზეც თუ შეხვალთ, შეგიძლიათ ნახოთ ეს და გაეცნოთ ამ ინფორმაციასაც და მას რა თქმა უნდა ქართულ მკითხველთან შეხვედრაც. გმადლობ თეიკო, შენი დროისთვის და გუწრფელი საუბრისთვის. ასევე მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ მოისმინა. გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, შენს და ყველა მკითხველს. გისურვებთ თბილ, მშვიდ და ბედნიერ წლის ბოლოს. იმედი მაქვს, ეს ზამთარი ევროპას მოუტანს სიმშვიდეს და მთელი მსოფლიო ცოტათი მაინც დაწმარდება იმ ბრაზისა და არეულობისაგან, რაც დღეს ასე ბევრია. გისურვებთ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს.